მოგესალმებით ვახო, მადლობა მოწვევისათვის, შესაძლებლობისათვის, მივესალმები მაყურებელს. ძალიან მძიმე და შემზარავი ფაქტია, რასაც უყურებ და ძალიან მძიმე სანახავი იყო, როდესაც ერთ ადამიანს დასეული, რა ვიცი, 10-ზე მეტი ადამიანი სცემს და უსწორდება ფიზიკურად, მაგრამ ორმაგად შემზარავია, როდესაც აცნობიერებ, რომ ეს ადამიანები არიან სამართალდამცავი ორგანოს მანტიაში, სამართალდამცველები, პოლიციელები და უსწორდებიან ადამიანს, უსწორდებიან უმოწყალოდ, უბრალოდ წარმოუდგენლად მძიმე ფაქტია, მაგრამ ასევე მძიმეა, ვახო, ის ფაქტი, როდესაც გააცნობიერებ, რომ ამდენი ადამიანიდან რაც ახლა თქვენს კადრებში ჩანს, ამდენი პოლიციელში ერთი ადამიანი არ აღმოჩნდა, რომელიც შეაკავებდა შეკავების მცდელობა ექნებოდა, აღკვეთან აღკვეთის მცდელობა ექნებოდა, აი ამ დანაშაულის, ამ საზიზღრობის, ამ უმძიმესი დანაშაულის, ანუ ერთი არ აღმოჩნდა, რომელიც მოუწოდებდა კადრებში, ან გადაეფარებოდა, ან რამე ქმედებას განახორციელებდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მეორე, გამოძიების დაწყება ამ შემთხვევაში გამოსავალი არ არის და მე ამას გავშლი. გამოძიება დაწყებული არაერთხელ გვინახავს. ამას ოძახი ეს არის სამართლებრივად თქვა ეგ ეწოდება ფორმა ნომერი 1 შევსება გამოძიების დაწყება რიცხვის ბარათი და როგორც წესი ყოველთვის საშუალება მათთვის გამოსავალი და თავი გამოიწვია. მაგრამ რატო ვლაპარაკობ? გამოძიების დაწყება ამ შემთხვევაში გამოსავალიც არ არის და ამით არ სრულდება არაფერი. აქ თავარი არის შედეგი ხისიერი და სწრაფი შედეგი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. და მთავარი გამოსავალს გულისხმობ თავის დაძვრენას, როგორც წესი ამას აკეთებენ. ხო, აქ მთავარი რა არის? ვერავის გამოაპარებენ და აქ მთავარი არის ჯგუფურად განხორციელებული და ჩადენილი ქმედება და ჯგუფში საუბარია პოლიციელების ჯგუფს, ეს არის უმთავრესი და უმძიმესი, რასაც ახლა ვამბობ, ხშირ შემთხვევაში შეიძლება ვინმესთვის დაუჯერებელი იყოს, მაგრამ ფაქტის სახეზეა ჯგუფური დანაშაულა დანაშაული და ამ სავარაუდო ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობენ პოლიციელები. ამ შემთხვევაში. აი ამაზე არის ყურადღება მისაქცევი პირველ რიგში და მეორე საკითხი. ეს მე ამას არ ვუყურებ, როგორც ამ შემთხვევაში კონტექსტიდან ამოგდებულ ერთ ფაქტს და გამოვლინებას. აქ საუბარი უნდა იყოს და უნდა შევხედოთ სადილბათობით სისტემურობაზე, სისტემაზე და სისტემურ ქმედებებზე და რატომ საუბრობ ამას და შემდგომში დაუჯერებლობის ქმედებაზე. სისტემურობაზე იმიტომ საუბრობ, რომ თქვენ გემახსოვრებათ ათეულობით ფაქტი. რა ვიცი, ჩამოთვლა შორს აგიყვანთ როდესაც აქციიდან წამოსულზე და შემდგომ მოქალაქეებზე ძალადობდნენ. მითხარით აბსოლუტურ უმრავლესობა, რომ გეტყვით, რომელიც არ არის გამოძიებული საქმეები და გამოძიება დაწყებულია. მაგალითისათვის, აი გემახსოვრებათ კაცარავას ცემის ფაქტი, უმძიმესი სახიზულები დამტრეული, სად არის გამოძიების შედეგები? ელისაშვილის ფაქტი, რომელიც პირდაპირ სახელმწიფო კანცელარიის წინ გაიტაცეს, შეისრულეს და ნაცემ-ნაბეგვი ადამიანი გამოაყენეს. ოღონდ აქ რა არის მნიშვნელობა? აი ელისაშვილის შემთხვევაში კადრები პირდაპირ ყველაფრის ოღონდ თავარი კიდე რა არის? TV პირველი ჟურნალისტები, სხვადასხვა ჟურნალისტები, ხო? ვიცით ფაქტები, მეცაც გეტყვით, ვახო? და თქვათ აგერ აქციის დროს საღამოს პირას, როდესაც გმირთა მოედანზე დეზერტირების ბაზრის მხრიდან, ასე ვთქვათ, თამარ მეფის ხიდის მხრიდან უბრალოდ მოადგა მანქანები, როგორც ვიცით, ხო გვახსოვს, გადმოვიდნენ და ახალგაზრდებით ცემს. ამის კადრებიც არის. თუ არ ვწდები ჟურნალისტური გამოძიება იყო ნოდარ მელაძის თქვენთანაც თუ არ ვწდები, სადაც მანქანის ნომრები ამოცნობილია, სახელდაგვარებზე არ ვიტყვი და სავარაუდო დამნაშავეები ამოცნობილია, გამოძიება დაწყებულია, შედეგი სად არის? ახლა რა ვიფიქროთ? ამოგდებულია ეს ყველაფერი კონტექსტიდან ხალხო? მე ამას ასე ვერ ვფიქრობ და მე ამაზე ასე ვერ ვივარაუდებ, რომ ეს კონტექსტიდან ამოგდებული ფაქტია და ამ ხალხს თქვენ წარმოიდგინეთ დღისით მზისით, ვახო, როდესაც ამას ჩადიან აქ თუ არა დაუსჯელობის ამ შემთხვევაში ილუზიაც, თუნდაც ილუზია არა და ამ შემთხვევაში გარანტია. მოდი ერთ რეპლიკას ფაქტი არ გახმაურდება და თუ ფაქტი არ გამოვა სააშკაროა ისინი დაუსჯელებია. ამას შესაქმე, აი რეპლიკას ვიტყვი. ესენი ხომ მოქმედებენ იმ იმედით და იმ გარანტიით, რომ მათ ამისთვის პასუხს არავინ მოსთხოვს. დღისით ხდება ეს ამბავი, ჯგუფურად ადამიანს აი როგორ უსწორდებიან და ესენი როგორ სახმობს ადამიანებს მეორესაც გეთანხმებით აბსოლუტურად
ფაქტურად და ამათ აქვთ გარანტია, რომ ამის გამო პასუხს არ აგებენ. უბრალოდ აი ეს ფორმალური გამოძიება თუ ნახოთ მე როგორ იქნება. გონია რაღაც ვერ იქნება ფორმალური და რაღაც მე ვამბობ მუხლთან დაკავშირებით ადეკვატურობას და მაგრამ მოუწევთ დაკავება, რა თქმა უნდა, მოუწევთ დაკავება, აქ რამდენიმე მაინც. კადრები რომ არ ყოფილიყო. აი მაგ მივდივარ ზუსტად. ამის შესახებ აქ არავინ აგებდა პასუხს. ისევე როგორც თქვენ მიერ ჩამოთვლილი უამრავი ფაქტის შემთხვევაში. თავარი რა არის, ხო უყურეთ ახლა. როდესაც კადრებზე არის საუბარი, პირველ რიგში გმირობაა, თუნდაც ჟურნალისტი როგორც აღმოჩნდა, ხო, ჟურნალისტმა გადაიღო შემთხვევით ესეც გარკვეული სახის გმირობა, როდესაც აი ესეთი გავეშებული სიტუაცია და ადამიანმა ეს გმირობის ტოლფასია, მიუხედავად იმისა, რომ თავის პროფესიული მოვალეობა შეასრულა ადამიანმა, როდესაც ამას იღებს. რომ არა და თქვენ კარგად თქვით, რომ არა ჟურნალისტის ეს გამბედაობა და თავისი პროფესიული ვალდებულების სამშობლო მოვალეობის უმაღლეს დონეზე შესრულება. რამდენი შესაძლებელია იყოს ესეთი ფაქტი, რამდენჯერ უთქვამთ, მაგრამ გამოძიება შეიძლება ან დაიწყოს, ან არ დაიწყოს, მაგრამ შედეგი არ არის, იმიტომ რომ ფაქტებთან დაკავშირებით არაფერი არავისთვის არ არის ცნობილი. და მეორე, პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით უნდა ვისაუბროთ. გადავალთ ამაზე აუცილებლად, მე უბრალოდ მინდა ვიკითხო და ეს ებმის პირდაპირ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. რა ტიპის პოლიცია გვყავს ჩვენ? აი ეს კადრები თქვენ მიერ ჩამოთვლილი არაერთი ფაქტი და ასევე იცის საზოგადოება ვუთხარით კიდეც შევახსენეთ ცოტა ხნის წინ წამების მიკროავტობუსები, განყოფილება ჩვენ ვნახეთ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ აქციებიდან გაიტაცეს და სასამართლო დაიჭირეს თან ადამიანები, რომლებიც არაფერს აშავებდნენ, აქციაზე იდგნენ და სასამართლოებზე ვხედავდით უკვე პირდაპირ სახის ძვლები ჰქონდათ დალეწილი. რა ტიპის სისტემა მივიღეთ დღეს ჩვენ, სადაც აი ეს არის შესაძლებელი კი არა, ნებადართული. პირველ რიგში ვახო, თქვენს გემახსოვრებათ და იცი ზოგმა მაყურებელმაც, რომ წლებია და 10 წელზე მეტია და 15 წელია დაახლოებით ყოველთვის ვაპროტესტები და ვაპროტესტებ წინა ხელისუფლების დროს, ამ ხელისუფლების დროს უკანონობას, დანაშაულს, მოძალადეობას და ჩადენილს სავარაუდოდ პოლიციელებისა და სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან. თავარი რა არის? შედეგი და შედეგი რა არის? დაუსჯელობა. დაუსჯელობა რატომ არის? ანუ ქმედებები თუნდაც ადრე, თუნდაც ახლა შემკვეთები, ხელის დამფარებლები, სხვადასხვა სიტუაცია, ამაზე ვლაპარაკობ კონკრეტულად. როდესაც არის ჯებიან ამ შემთხვევაში. ეს პოვებს ნოყიერ ნიადაგს, რომ ამან კულტივირება პოვოს და გავრცელდეს და ეს იყოს ფორმა, ეს იყოს ნორმა ამ შემთხვევაში. ხოლო როდესაც ხდება გამოვლენა 30-40% მაინც შემთხვევაში და ხდება ადეკვატური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ამ შემთხვევაში არ ხდება მსგავსი ქმედებები, მაგრამ რა არის? როდესაც ჭირდება ხელისუფალს, იყენებს ესეთ ადამიანებს და შენ თუ მას ყოველ თვის სისხლის სამართლის დანაშაულზე, ესეთ უმძიმეს ფაქტებზე დასჯი, შემდგომ შესაძლოა ამ ადამიანებმა არ გაგიკეთოს ის დავალება არ შეგისრულოს. ქმედებები არ განახორციელოს. ახლა მივედით ამ ფაქტთან დაკავშირებით. კონკრეტულად ამ ფაქტზე კი არა, ზოგადად ბრძანება, შესრულება, როგორ არის გადაჯაჭვული ეს ყველაფერი ერთმანეთთან, ხო? მოდი ვთქვათ, ვახო. ვინმეს მე ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ამ შემთხვევაში თუნდაც თქვენი კოლეგების ცემის ფაქტი, თუნდაც ელისაშვილის ცემის ფაქტი, თუნდაც კაცარავას ცემის ფაქტი, თუნდაც გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდების ცემის ფაქტი. ნუ თუ ეს საქმეები ვერ გაიხსნა და არ გაიხსნა. სადაც ერთ შემთხვევაში მანქანის ნომრებია ცნობილი და სავარაუდო დანაშაულში სავარაუდო მოძალადეების სახელ და გვარს ტელევიზიებით გებულობდა საუბრობ. აქ საუბარია შესაძლოა ამ შემთხვევაში მფარველებზე. აი ამაზეა საუბარი და მარტო აქ გასაგებია შეიძლება არ იყოს კონკრეტული დამკვეთიდან რამე, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ყველაფერს ყავს დამკვეთი, დანაშაულის დაფარვაც დანაშაულია, ბუნებრივია, შეკვეთაც დანაშაულია და აღსრულებას დანაშაულია. კი ბატონო, აი მე ეს ჯაჭვი თუ არ გამოვლინდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის. კი, ერთიც და გადავიდეთ ამ ნაწილზე, როგორ არის სისტემა მოწყობილი. რეჟიმი აძლევს სხვადასხვა დავალებას, ხო, უკანონო დავალებას, რომელსაც უსრულებს და ხომ არ არის ეს გაგრძელება იმის, რომ აი ამას თუ ჩავიდენ, მომეცი ამის ძალაუფლება ადგილზე,
მე გავაკეთებ, არ მაგებინო ამაზე პასუხი და მე შევასრულებ შენს ნებისმიერ დავალებას. დავიწყე ხო საუბარი მე, ზუსტად ამით დავიწყე საუბარი, რომ მათ ჰქონდათ დაუსჯელობის ამ შემთხვევაში განცდა და აქვთ დაუსჯელობის განცდა, რომ თუ ეს სააშკარაოზე არ გამოვა, დღისით მზისით არ გამოვა, სავარაუდოდ მათი განცდა ესეთია და მოლოდინი რომ ამაზე პასუხს ვერ აგებენ და არ აგებენ. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია ერთმა ადამიანმა თუ გადაამეტა უფლება, არ გადამეტებაც კიდე რბილი სიტყვაა, ამასაც ვერ არ გამოვიყენებ. ერთმა ადამიანმა თუ იძალა და ღირსებით შემლახველად მოექცა და წამებასთან გათანაბრებული ლამის ქმედება განახორციელა, მით უმეტეს დაკავებამდე და დაკავებულ ადამიანთან მეორე ჩვენ არ ვიცით ეს დაკავებული ადამიანი იყო. საერთოდ აკავებდნენ. ხელბორკილის მე მგონი ჩანდა რაღაც მომენტში. ანუ უყურეთ რა არის? ერთხელ, ერთმა ადამიანმა, ორმა, ანუ მიესწიონენ ამ ადამიანს, ხო? ანუ აქ პირდაპირ შტაბეჭდილება და განცდა იმის ბუნებრივია, ლოგიკურად ჩდება, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ შიში. კი ბატონო და ერთი დეტალიც და გადავიდეთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. გარკვეული გარემოებები არსებობს, რასაც ყვებოდა ახლა ჩვენი ჟურნალისტი. და ეს ალბათ თანდათან გაირკვევა, მე ახლა ამაზე იქ არ ყოფილვარ და მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი, მაგრამ ინციდენტი შესაძლოა დაწყებულიყო როდესაც მას ფეხებთან როგორც ყვებიან მიუჩერეს იმის თქმა მინდა რომ შეიძლება კვალიფიკაცია ობიექტური გამოძიების პირობებში ეს ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული იყოს მოკლედ აი ეს დეტალები თუ გაირკვევა საქმე შეიძლება კიდევ უფრო რთულად იყოს მაგრამ ახლა ვარაუდებს თავი დავანებოთ და გადავიდეთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე თუნდაც უყურეთ ადამიანს თუნდაც კონდეს რაიმე სახე არ ვიცით ხო რა ხდება კონკრეტულად შეიძლება საერთოდ არ მოეწონათ და გააჩერეს ან მაგის მნიშვნელობა ან რაღაცა კონკრეტულიც რო კონდეს ბრალეულობა ქმედება რა მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში ვინ მიცა ადამიანს უფლება დაკავებულის ან არ დაკავებულის თუნდაც ცემის ძალადობის ჯგუფურად აი ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ თქვა ახლა წამოგვეწია ამბავი პაპულა ლოცულაშვილი რომელზეც გორში სამართალდამცველობა ფიზიკურად იძალადეს დააკავესო ამბობს ლაშა ტყეშელაძე ახლავე გეტყვით გამოძიება 353 მუხლით მიმდინარეობს რაც პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით ძალადობის მუქარით ანუ აი არ არის დიახ და ხო ესე იგი ახლა რასაც ყვებოდი მე წინა ისტორია რა შეიძლება ყოფილიყო რაღაცნაირად არ ვიცი ერთიან კონტექსტში ეს როგორ ჩაჯდება მაგრამ წინააღმდეგობის გაწევის გამო ეს ადამიანი თავად დაკავებული თითქოს ის ძალადობის მუქარით ესე იგი ძალადობის მუქარას ჰქონდაო აქ ადგილი პოლიციელების საქმიანობის შეწყვეტის მიზნით. აი ეს არის მუხლი, რაც ჩვენ ვეყდობით ლაშა ტყეშელაძეს ადვოკატს, რომელმაც გაავრცელა ეს ინფორმაცია. მე კომენტარს არ გავაკეთებ, არც თქვენ გააკეთოთ კომენტარი, საზოგადოება უყურებს ყველაფერს. აქ ვიდეო კადრებშია, უტყუარ მტკიცებულებებშია ყველაფერი აღბეჭდილი. წინააღმდეგობის თუ ძალადობის ფაქტი, ვისგან ქონდა და როგორც იყო, აი აქ არის. აი აქ არის. უკვე აქ სიტყვა სიმართლე გითხრათ, კომენტარიც კი ზედმეტია ამასთან დაკავშირებით. რა უნდა ვთქვათ, ხო ამაზე, ეხლა რა უნდა ვთქვათ? კომენტარიც კი ზედმეტია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ახლა ბოლო დღეების განმავლობაში პროპაგანდა გვიყვებოდა დანიის ამბებს ძირითადად, ნუ ესა არ ვიცი საერთოდ რა ჟანრიდან, როდესაც ესე იგი ის რასაც ყვებოდით ხდება ამდენი ხნის განმავლობაში საქართველოში და დანიაში გზავნიან ჯგუფს და აი დღეს აი ეს ამბავი ხდება საქართველოში. მოდი გადავიდეთ სწორედ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, პოლიტიკურ შეფასებაზე. როდესაც პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვამბობთ, ნუ არც აღიქმება უკვე ეს ამ ქვეყანაში სერიოზულად, იმიტომ რომ არავინ არაფერზე იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, მაგრამ ჩვენ მაინც ვთქვათ, როგორ უნდა ხდებოდეს ეს სინამდვილეში. ხო, პირველ რიგში, როდესაც არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, მარტო ამ თემას ბუნებრივია არ შეეხება ესა და ამ თემიდან არ გამომდინარეობს პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი და ვახო, მოდი ასეთი რაღაცა ვთქვათ. მე არ მახსენდება, მაგრამ თუ იმეს ახსენდება თქვას, უყურეთ, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაკავებულია სამოხელეო დანაშაულზე, თხამზე თუ არ ვცდებ. მის მოადგილეზე საუბრობენ და ამბობენ რომ ქრთამი აიღო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს კაბინეტში. ანუ ჩვენ უდანაშაულის პრეზუმპციას არ ვარღვევთ, ბუნებრივია და თვითონ რასაც საუბრობენ. ხა გავყვეთ. პრემიერ-მინისტრი დაკავებულია სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით, ხო? თანამდებობის პირი. ფულთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრი და მინისტრის მოადგილეები და ნუ რა მოთვის ამასთან დაკავშირებით. ახლა ბუნებრივია, როდესაც ამ საკითხად შევეხებით, როდესაც პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას. დიახ. პოლიტიკური გუნდის ან პოლიტიკური პირის ან წარმომადგენლის შემთხვევაში და შემთხვევაში, ხო? პოლიტიკური გუნდია, ხო, ქართული ოცნება და სულ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს. უკაცრავად, მაგრამ რამდენი ხანია ეს ხელისუფლებაში არიან? ბოლო წელიწად ნახევარი და 2 წელიწადია? დანარჩენი წლების განმავლობაში გვეუბნებიან, რომ ქრთამში, უბედურებაში იხჩობოდა ქართული ოცნება უმაღლესი თანამდებობის პირები, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ქვეყნის, რა ვიცი, მომავალზე, ეკონომიკურ წინსვლაზე თანამდებობრივად უნდა იყვნენ პასუხისმგებლები თუ მექრთამეები და სამოხელეო დანაშაულებით ჩაფლები ყოფილიყო. ერთის მოსყიდვა, მათვე ვეყნობი, ერთის მოსყიდვა თურმე შეუძლია თურქეთის მოქალაქეს, მეორეს რუსეთის მოქალაქეს, ნებისმიერ და რომელი თანამდებობის პირების და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები თვითონ საუბრობენ ამას. ახლა დავსვათ კითხვა. უკაცრავად, მაგრამ პასუხისმგებელი ვინ არის? ვინც მათ ამ შემთხვევაში განწესებას მიცა ხმა, ვინც აირჩია. არ არის პოლიტიკური პასუხისმგებლობას არ უნდა გზნობდნენ როგორც მინიმუმ. პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ უნდა გზნობდნენ. გუნდმა, რომელმაც დაამტკიცა მთავრობა, გუნდმა, რომელმაც გაამწესა თუნდაც უსაფრთხოების სამსახურის ამ შემთხვევაში ხელმძღვანელად, ან მინისტრთა კაბინეტს მიცა ხმა და სიტყვაზე ვლაპარაკობ პრემიერ-მინისტრისა წლების წინ თუნდაც, ხო? ისინი ახლა ზოგი პრემიერ-მინისტრია, ზოგი სხვადასხვა თანამდებობაზეა. ახლა ისმის კითხვა, სად არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი? და თუ არის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რაში გამოიხატება ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხალხო? ანუ გვეუბნებიან, რომ თავიდან ბოლომდე კორუფციის მორევში იყო ჩვენი გუნდიო, თვითონ საუბრობენ, გადავარდნილიო, კორუფციის მორევში იყო გადავარდნილიო და ამაზეო პასუხისმგებლობას ჩვენ არ ღებულობთ და კორუფციას ვებზით და ტაში დაგვიკარითო ხალხო. ხო წარმოგიდგენიათ, არა? სითავხედე სად არის? აკეთო დაგვიკარით ტაში და ახლა რა შეეხება ამას და დავასრულებ. მოკლედ ძალიან. მოკლედ, დიახ, რა შეეხება ამას და დავასრულებ. ხო? ახლა მე მინდა ესეთი პარალელი გავავლო. და ვთქვა, როდესაც არის დაუსჯელობის და პასუხისმგებლობის საკითხი ძალადობებთან დაკავშირებით. რა ვიცი, დიდი ეთერის არ გვეყოფა იმდენი ძალადობის ფაქტებია, რომელიც გამოძიებულია და აქაც ბუნებრივია პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია, რომელსაც არ ღებულობთ. ძალიან დიდი მადლობა.